15 წელია შეტანილია ქალბატონს დარიგოს უსახკაროების საბუთი. დაელოდო. ანუ გაცხოვრებდა ინდადი. ხო, იმიტომ რომ ყოველდღიური შეხედვა. თქვენ მაშინ იყავდა ხო მოსული აქ რო აგრეთი 10 ჯერ მაინც ვიყავი მინიმუმ. მე მახსოვს ხარ ძალიან კარგად. 39 როგორ დათვალე. 39 ოჯახი ჩაიწერე. აი მე შევტიფე. ხო. მათემატიკა თუ გაიგო. ყოველ ჯერზე შეიძლება ემატებოდი რაღაც რაოდენობა ვერ გეტყვი და იმ დღეს 20 აგვისტოს. არა 39 ოჯახია მაგას იძახი. ჯამში ასე არის. მოიცით რომ დაღმაყოფილებულია. ეგ არის სრული ინფორმაცია, არა. 15 წელია შეტანილია ქალბატონს დარიგოს უსახკაროების საბუთი. დაელოდო ადგილობრივ გამგეობაში რა ერქვა აღარ მახსოვს სიმკაცე რა ვინ იყო არც ვიცი. ხირითო გაგიყვანთო 3 თეო და მერეო რა მოხდება არ ვიცი. ხო, 5 შვილის დედაა ის ქალბატონი, აი 5 შვილის დედაა. სამართლოა, უმისამართლო. ლებია უმისამართლოა. აეგრე შემაგდა დაელოდო არ თუ ვინმე მოხდებაო და ან დავაკმაყოფილებო ბინასო ისაო ხირით მერე მოხდება. ათ უსაკაროებას მაძლევი. არცა გამიტუბეთეს ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს გულის ავადმყოფი ხალიბად სახალხო. სად არის? ბატონო კახი რომ წავიდა და იმას გულებში წერს ამ წუთას დაში აქ რა თუ არ მოგწადა და ჩვენ რაც არ დაგვესაუბრა როგორც სოციალურები და მრავალფერი არის. სხვა არაფერს არ მოხდოთ, არ დავიშილებით აქციებს მოვაწყოთ, მობრალს ხო თავში საფას და პირობებს. ვასა არის სად იყო მეუყეს უდიკაცია ჭიდავებოდა. შეხედა არ იყო შეგინი მოიყავი. გამოხდი ჯარი. შეხედი ისე შეგიშვი შეგინი. ჩვენ მოხდი მე. აღარ შეგვიძლია აგაგენ გამოგვიყვა. არ იყავი მასაკად მოსული და მე უშაზე მაგარი. არ გამიჭამეთი კარებს გავაკეთე. არ მიმიშვი ჭიდავი მეუღლე ჭიდავი დაუწყე. ხოკა მეუღლე ხოკა თქვენ მეუღლეს ოვიმე თუნდაც ხელი შეეყო. ხო იმოქმედეთ რა? წეგა კრედიტორმა მითხრა მოლაპარაკებაზე წამოვიდეთო, წამოდითო და ეხა კიდე იტყუებდნენ ეს არამზადენა. რაიმე როგორ ყველაფერს ამას რას უყურებ? სად ცხოვრობ? მოდიოდა მიაკეთე რომ ეს ყოველ არჩევნებზე. აშს. ყურილებში გვაცხოვრებენ. არტები შესთავაზ და იცხოვრებდა არავინ არ გამოგვიშვა. იმედმა აუჩერე ეხა დამირეკენ იმედმა და რუსთავი მაჩვენე და მე სოფო მომეც ტელეფონი აგერ ერთი აგერ გაჩვენე. აგერ ახლავე გუშინზე ხო გადაიგე. მე გაგაგდე შენ რუსთავი და პოსტივის არ ვიცი ყოვე და გავიდე. ვარი შემიცვალეს კაცო. ვარი შეუცვალე. ჩამოვიდა საცხოვრებლად. ეგრევე ჩამოვსალა. ხო და მომის ჯერ ადეკი ფერს რომ გელაპარაკების დილობა იქო ადეკი. რა წამომიწევი გითხარი აბა და მომიტანე ჩემი და ბიჭო შენ არ იცი რა თქვი იმედზე რომ გაშუქდა არ იცი რა თქვი შენ ინფორმაცია ხო მიიტანე შენ მიიტანე ინფორმაცია რა გამნიშნელობა შენ მიიტანე ინფორმაცია თქვენ ბოდიში მიიტანე თქვენ ინფორმაცია სადაც ვისთან და იმასთან რა ქვია ვისთან უნდა მიიტანე არასწორი ინფორმაცია შენ რო დადიხარ აქა ჩამოდიშევენ ინფორმაციის გასაჟი მომისვინე რას უნდა შევხედო შენ შევხედე კარგად მე და მას შევხედო და ეხლა ინფორმაცია ჩართე ლაივში და მოусმინე ვის შეთავაზე ნაკ პარტი მოვიდეს თითოეული ადამიანი წარმომადგენელი მესაკუთრიდან წარმომადგენელი და იმან ვის შეთავაზე მარტო ვარი ვიდუხე მე უთხარ ინდაკთა რეალობა რა არის ინდაკთა რეალობა რა არის სამი თვე ქირი გაგიყვანთ გამთავრები და აგიხსნა თუ გაიტანე და მიიტანე ინფორმაცია აქ ხო იყო სამი თვე ქირი გაგიყვანთ და სამი თვის მე რა იქნება არავინ არ იცის ოჯახი სოშუ არამები არასწორი ინფორმაცია შენ მე ხომია შენ მიტანია შენ შენ მიტანია და კიდე სწორად ილაპარაკე შენ მიტანია მომისმინე აი მომისმინე აი ლაპარაკი სიმართლე მაინც ლაპარაკი შენ რომელი ლაპარაკი რო დავრეკეთ წეგან მერის ხელხაზე ერთხელ გამიფიშენ ტელეფონი მეორე რო დავრეკეთ თურმე მარტო თბილისში რეგისტრირებული ვინც არის იმათვის არის გამოყოფილი რაღაცა ნახოთ დანარჩენი ღიაცის ქვეშ აგერ კაც აფხაზეთიდან ტოვებენ კაც აგერ ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებია უსახკაროობაზე შეტანილი აქვს 15 წელია ყველა მხოლოდ ორხევიდან გამოსახლება რომ მოხდა ჩაუგდე ორხევიდან გამოსახლება მოხდა უსახკარო სტატუსი ჰქონდა ხალხს და უსახკაროობა გაუქმე ხალხს იმიტომ რომ მათ ხელშია მართლობა
სრულიად აპოლიტიკურები ვიყავით. აქამდე და ვეცდებით რომ დავჭეთ აპოლიტიკურებად, მაგრამ დღეიდან უკვე აი ნახავთ ჩვენ ცალკე ვართ, საერთოდ არც პოზიცია გვინდა, არც ოპოზიცია გვინდა. ჩვენ გვინდა ჩვენი ოჯახები და ჩემი შვილები წინ, ვინც არ უნდა იყოს. ვინცა თვითოეული პოლიციელი იყო, აღსრულების პოლიცია იყო თუ ვინც იყო პატივიცემა ჩვენგან სამსახურების მოვალეობა მესმის ყველასთან ოჯახები ყავს, ყველას ბანკის ვალი აქვს დაწმუნებული პატივიცემა ჩვენგან არანაირ დაპირისპირება პირიქით აღსრულების კრიმინალური პოლიციაც აქ არის. საბადრო პოლიცია, აღსრულების პოლიცია იქცეოდა ძალიან ცუდად და დანარჩენს ეს ხალხი ესე არ დატოვებს არავინ. ყველა ტელევიზიამ გადამიღდა, არ მაქვს პრობლემა არანაირი. დანარჩენ ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ? აი ნახოთ, ჩვენ არ ვართ მოძალადეები, არ ვართ ჯუნგლები, არ ვართ ყიური ხალხი, ჩვენ ადეკვატურად გავმართავთ იმ აქციებს, რომ ჩვენ რას ვითხოვთ საქართველოში? ვითხოვთ იმას, რომ სახლი გვინდა. სახლი გვინდა, ჭერი გვინდა, რომ ბავშვები გარეთ არ ვყავდეს. აქ ხალხია შვილმკარი დედა, რომელიც მეორე შვილი ცუდად ყავს და თავზე გადასაგები გქონდა დღეს პრობლემა აქვს სიფტის ზებჯის ეს კალბატონი. მაგრამ აქ არის ჩვენ გვერდში. აქ არის შვილმკარი ავადმყოფის 5 შვილის დედა წაიყვანეს. ეხლა გურამ კაპანაძე არის მისი მეუღლე, რომელიც 5 შვილის დედა წაიყვანეს, ბაო. არასუწოვანი შვილები ყავს აი იმ კორპუსში ცხოვრობს, 5 შვილის დედა წაიყვანეს. მე-11 განყოფილება არ ვიცი სად არის. თურმე ჩვენთვის შემოუთავაზებია 300 კვადრატები, 200 კვადრატები, 100 კვადრატები შემოუთავაზებია. თურმე მილიონობით გუნდა ჩვენ აი აგვინდა და სხვა არაფერი. ჩვენ გვინდა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. წყალი აგე დააფიქსო შვილასთან წყალი. აი ეს კორპუსი არ არის გასაკრებაში, წყალი ჩაჭრე. და კორპუსში ბავშვებია. აქ არის შევსებული ეს კორპუსი. რამოდენიმე ოჯახი წავს, ამბერი ოჯახი წავს, ათეულობით ოჯახი. წყალი ჩაუჭრე, მოდის ჯივიპის ხალხი და აბა რომელი უნდა ჩამეჭა? მე რა ვიცოდი, მითხარი რომელი გადავაერთო. თუ ჭრი, ხო უნდა იყო პასუხები რას უჭი და ვის უჭი. აი გაუთიშეთ იმ კორპუსად ბავშვები არიან, ბიჭო, რა გულით მუშაობ? მოდი ახლა, მოდი. გამოვიდე, ბიჭო, შენავ საგალი მითხასავით, მაგარ, ამოვიდე. მე რა ვიცი, შენკრი, მაგალითად მე მეკითხები, მოდი, მეუბნები რომელი არის ამ კორპუსში? კარგია, მე რატო გაგიწვიო? ხო, ნოჩაჭელი იცოდი? აბა რას მელაპარაკები მაშინ? ნოჩაჭი, რა ლაპარაკება? ბაუ, ამ ბავშვები ამ კორპუსში. არის და როგორ აღუდგენთ? რომელი გაგიწვი შენ? ნაშა ორივე სუფთი. ხო, წყალია, რატო უნდა გასვა? არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვს. მოვედი ქირით ვიყავი რამოდენიმე წელია ქირითა ვარ და აქ შემოსული ხალხი რომ ნახე, შემოვედი მეც. აქეთ კორპუსები იყო გადავსებული და აქ მივაშენე მე რაღაცა ჩემთვის რაღაცა რომ მომეწყო და რამდენი ვიწვალე, ვიშრომე, ვინმეს რამე არ გაუფრთხილები ვარ ისე. მოვიდნენ და მიშლიან გამომიყარეს გარეთ ეს ყველაფერი და შემოვიტანე ესე ეხლა შიგნით და ველოდები როდის მოვლენ, როდის გამაგდებენ. 9 წელიწადი ვიმსახურე შეერაღებულ ძალებში, 3 მისია ავღანეთი მოვიარე და მაგის მერე აქეთა ვარ სულ ქირით, წვალებაში, შრომაში, რაც ვიწვალე, რაც ვიშრომე, რაც გავაკეთე, იმით რაღაცა გავაკეთე, ავაშენე, მივაშენე ვინმესთვის არ შეფსულ ვარ, არ ვინმეს ფარჩი ან რამეში მოვედი აქ სასწაული ამბავი იყო, ბალახები, ტყე იყო რა, ბალახი კი არა და ისინი მოვასუფთავე და მივაშენე. და ეხლა არაკანონიერად გაქო აშენებულიო, სისხლის სამართლის საქმე გაქო გადენილიო და მიყრიან გარეთ. გამომიყარეს ყველაფერი და ისევე შემოვედი და რა ველოდები შემდეგს რას ისამენ, როგორ გწამენ, რას გამეკეთებენ და რას მომეხერხებენ. ქირაზე რა გითხრათ, ანუ რამდენად რთული იყო ამის განახსა და არსად არა მაქვს წასასვლელი. საერთოდ. არ ვიცი სად წავიდე, ისიც არ ვიცი. გამომიყარეს გარეთ სად წავიღოთ და სად წაგაღებინოთ. სად უნდა წაიღონ, სად მაგ რამე რომ მქონოდა, სად მე აქ რა მინდოდა, როგორ მოვიდოდი, არც მოვიდოდი საერთოდ. არც სოციალური მაგ, იმედი რამე არ მაქვს საერთოდ, საერთოდ მოვიდნენ და ნახონ და შემაფასონ ჯერ ერთი და რომ მაგდებენ პირდაპირ, ეგ რო ავაშენე, მაშინ მოსულიყვნენ ეს დალოცულები. სანამ დავდებდი ამ ერთ აგურს. გადავხურე, შემოვედი 2 წელია ვცხოვრობ და მოდიან რამე საერთოდ ჩალათი ხო არ არის გადაფარული ეს ქვეყანა, ხო? ან შეაფასე რა მაქვს ნაშრომი, ან რაღაცა ნაწვალები რომ აქვს ეს საინც თუ გამათრებენ, მე გამცვლელი არ ვარ. არ ვიცი რას გქონა, ისეც არ ვიცი. სანამ არ გამათრებენ, აქედან მე გამცვლელი არ ვარ. არ ცხელა, კარგად ზნობ თავს ბატონო, ცხენთ, ცივი წყალი ხო არ გინდათ? გადმოდით ერთი მანქანიდან აქ დაგველაპარაკეთ.